მოგესალმებით, ტრადიციულად დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი და დღეს ტრადიციულად ამ შემთხვევაში ჩვენი რუბრიკა, რომელსაც კვირაში ერთხელ წარმოგიდგენთ ბიზნეს ინსაიდერი და Coca-Cola თამაშს გარეთ, რა თქმა უნდა დღეს ვისაუბრებთ, შეგახსენეთ რომ ფეხბურთის შესახებ, თუმცა ფეხბურთზე კიდევ ერთხელ ფეხბურთზე ვისაუბრებთ ციფრებით და ფეხბურთის შესახებ ვისაუბრებთ ციფრებით. რამოდენიმე საინტერესო ნაწილი გვაქვს ამ შემთხვევაში წარმოდგენილი და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ნახავთ საინტერესო მიმოხილვებს, თუმცა ვინაიდან და რადგანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ, საუბარი შეეხება დედამიწის დღეს, Coca-Cola-ს ჰქონდა ძალიან საინტერესო აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, სწორედ 22 აპრილს დედამიწის დღეს ბათუმში მდინარე ჭოროხის დელტაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია კომპანია Coca-Cola Bottles Georgiasა და საქართველოს წვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით გაიმართა. დასუფთავების აქციის მიზანია მდინარე ჭოროხის დელტას გაწმენდა პლასტიკისა და სხვა ფრაქციის ნარჩენებისაგან. ნარჩენების დახარისხება მოხდება ადგილზე, მათ შორის პლასტიკის ნარჩენები გამოიყოფა ცალკე. შეგროვებული პლასტიკი რეცირკულირებისათვის გადამამუშავებელ ქარხანას მიეწოდება, დანარჩენი კი ბათუმის დასუფთავების სამსახურის მიერ ნაგავსაყრელზე იქნება ტრანსპორტირებული. დასუფთავების აქციაში კომპანია Coca-Cola Bottles Georgias 76 ადგილობრივი თანამშრომელი, 150 სტუდენტი ბათუმის უნივერსიტეტიდან და ბათუმის საზღვაო აკადემიიდან, ასევე ბათუმის მერიისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი ლანდშაფტის გადასარჩენად. მსგავსი აქცია კერძო სექტორს, ადგილობრივ ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ნამდვილად საუკეთესო მაგალითია ასეთი ღონისძიებები მდინარის ეკოსისტემის დაცვას, ნარჩენების ეფექტურ შეგროვებას და ბუნებაში პლასტიკის მოხვედრის შემცირებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ამით საზოგადოების ნომერება გარემოს დაცვის პასუხისმგებლობის მიმართ იზრდება და ქვეყანაში გრძელვადიანი ეკოლოგიური კულტურა ძლიერდება. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია Coca-Cola Bottles Georgias აქვს ძალიან გრძელვადიანი ხედვა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და საკუთრებით სამომავლო კონკრეტული ნაბიჯების გადაღებას აპირებს. მათ შორის კომპანია Coca-Cola Bottles Georgia გრძელვადიანი პროექტის დანერგვას გეგმავს, რომელიც ამ პროცესში პლასტიკის ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და მათ გადამუშავებას გულისხმობს. კომპანიის სტრატეგია სისტემურ მიდგომას ეფუძნება, რომელიც სახელმწიფოს, მწარმოებელსა და საზოგადოებას აერთიანებს იმისათვის, რომ ნარჩენების მართვა ეფექტური, მდგრადი და ეკონომიკურად სასარგებლო და მომგებიანი გახდეს. პროგრამის მთავარი მიმართულება პლასტიკის ნარჩენების გადამუშავება, მათი ღირებულ პროდუქტად გადაქცევა იქნება. სეპარირებულად შეგროვილი პლასტიკის ნარჩენების გადამუშავება ახალ სამუშაო ადგილების შექმნას და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ როგორც გარემოს და ბუნების დაბინძურებას შეამცირებს, ისე ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში შეიტანს მნიშვნელოვან წილს. მსგავსი მიდგომით ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკა მნიშვნელოვნად განვითარდება, ხოლო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების EPR ეგრეთ წოდებულ ფარგლებში პროგრამა პროცესების სისტემურ მართვასა და მდგრადი შედეგების მიღწევას გულისხმობს. ჩვენ ამ აქციიდან შეგვიძლია უკვე ნახოთ შეფასებები. Coca-Cola როგორც ყოველთვის ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც ასევე გარემოს დაბინძურებაზე მის პრევენციაზე ყოველთვის ვრუნავს. ამ ბოლო პერიოდში თითქმის ერთი წლის განმავლობაში 4 პროექტი წამოვიწყეთ საქართველოს Coca-Cola-მ. ეს გახლავთ გერმანიის განვითარების ბანკთან ერთად, DG Impulse-თან ერთად საქართველოში მყარი ნარჩენების შემსწავლელი დიდი მოცულობის პროექტი გახლავთ. ეს გახლავთ ქალაქ თბილისში მინის შესაფუთი მასალების სეპარირებული შეგროვება, ასევე დაემატა ქალაქ თბილისში პლასტიკის ნარჩენების სეპარირებული შეგროვება და ახლო მომავალში ჩვენ ვაპირებთ ყველა სახის შესაფუთი მასალის ჩაბარების პროექტის განხორციელებას რამდენიმე ქსელთან ერთად.
პროგრამის მთავარი მიმართულება სეპარირებულად შეგროვებული პლასტიკის ნარჩენების გადამუშავება და მათ ღირებული პროდუქტად ქცევა, რაც პირველ რიგში ბუნებისა და გარემოს დაბინძურებას შეამცირებს და ასევე ცირკულარულ ეკონომიკას განავითარებს. Ას უფრო მეტი სტუდენტი იქნება ჩართული, მე ვფიქრობ, რომ ქალაქი თავისთავად იქნება სუფთა და უფრო მოხდება, ასე რომ ვთქვათ, ადამიანებს ეწოდებათ ნარჩენები როგორ გადაანაწილონ, რა ტიპის ნარჩენები არსებობს და როგორ უნდა მოხდეს მათი, ასე რომ ვთქვათ, გადაყრა შესაბამის ურნებში და თავისთავად უნდა იცოდნენ ეს ნარჩენები სად მიდის, როგორ მიდის. ახალგაზრდობამ დაასუფთავა ჭოროხის მარჯვენა სანაპირო პლაჟი და ეს არის ბულვარის მიმდებარე ტერიტორია ქალაქ ბათუმის. ძალიან მნიშვნელოვანი არის. Ნიშნულოვანი არის, იმიტომ რომ თუ ჩვენ ნარჩენების ეფექტური მართვა არ განვახორციელეთ, ჩათვალეთ რომ ტურიზმის განვითარებაში საკმაოდ სერიოზული მუხრუჭი გვექნება. ხარდაჭერა რა თქმა უნდა პირველ რიგში აუცილებელია და გვიხარია რომ კოკაკოლა იღებს ამაში მონაწილეობას. სტუდენტების ჩართულობას რაც შეეხება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეტ განვითარებას აძლევს და შესაბამისად საშუალება იქნებათ რომ უფრო მოუფრთხილდნენ ამის შემდეგ გარემოს. დიახ, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, მინდა აღვნიშნო ამ ნაწილში და როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ წარმოებლის პასუხისმგებლობას, ხომ ამ ნაწილში კოკაკოლა განსაკუთრებით გამოირჩევა ყოველთვის პასუხისმგებლიანი მიდგომით ნებისმიერ მსგავს ტიპის საკითხთან მიმართებაში და მართლაც ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რომ კერძო სექტორის, სახელმწიფო სექტორის საზოგადოების აი ასეთი ტიპის ჩართულობა, რომელიც კიდევ უფრო მეტ შედეგს გვაძლევს ამ საკითხის ირგვლივ, ზოგადად პლასტიკთან დაკავშირებით ვითარება ცოტა ხნის კიდევ უფრო აქტუალური იყო ჩვენს ქვეყანაში და რაც თავარია ჩვენ ნახეთ ძალიან სწორი და ძლიერი დიალოგი და მორიგი დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების მიზნით და მივიღეთ კიდე მსგავსი ტიპის ქვეყანაში მიღებული იქნა კიდე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ასეთი ტიპის ჩართულობა, მრავალმხრივი ჩართულობა, ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტი ჩართულობა ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული და მსგავსი ტიპის ინიციატივებში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო კოკაკოლას სწორედ ასეთი ინიციატივების განხორციელებისათვის და დარწმუნებული იქნება გადამდები ეფექტი, ვინაიდან სამწუხარო რეალობა გვაქვს დაბინძურების მასშტაბები იმ ადგილებშიც არის, სადაც უბრალოდ არ უნდა იყოს და კულტურის ნაწილია და სწორედ ჩვენ განცხადებებში კითხულობით კიდეც და იკითხებოდა კიდეც აქცენტი, რომ კულტურის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვითი კულტურის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოთ კიდევ უფრო მეტად ხელი. მოკლედ, კოკაკოლა ყველგან არის, მათ შორის რა თქმა უნდა ფეხბურთში. კვლავ და მინდა საფეხბურთო ნაწილს დაუბრუნდე ამ შემთხვევაში ახლოვდება ძალიან ახლოს არის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ჩვენ რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენს გადაცემაში, ჩვენი რუბრიკის ფარგლებში აუცილებლად მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით დამატებით სიახლეებს წარმოგიდგენ და დამატებით სიახლეებს გაგაცნობთ. მათ შორის აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის ნაწილი და ის ფინანსური აქცენტები, რომელიც სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ იყრის თავს. ცხადია საფეხბურთო სხვა ტიპის სიახლეებს თქვენ გაეცნობით ჩვენი პარტნიორებისგან, ასევე სპორტული მიმოხილვებით, თუმცა ფინანსური ნაწილი არის ის ნაწილი, რომელზეც ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირდებით და ვეცდებით მოვიტანოთ ის ინფორმაციები, რომლებიც ამ შემთხვევაში არ არის სხვაგან ასე ადვილად და მით უმეტეს ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი. ვეცდებით, რომ შესაბამისი ანალიტიკა ამ შემთხვევაში ბიზნეს ინსაიდერმა კოკაკოლასთან თანამშრომლობით შემოგთავაზოთ. და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ 2026-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, მართლაც ისტორიული 3 ქვეყნის მასპინძლობით, ისტორიული რაოდენობის უპრეცედენტო რაოდენობის ქვეყნებით, აი ამ ბევრ ისტორიულ ფაქტს თან ახლავს კიდევ ერთი ისტორიული მაჩვენებელი, ეს არის ფინანსური მაჩვენებელი. ითვლება, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება გამორჩეულად მსხვილად დაბიუჯეტებული, შეიძლება ასე ითქვას, განსაკუთრებული ბიუჯეტიც აქვს და ეს ბიუჯეტი ბუნებრივია არ არის ისე, რომ უბრალოდ საიდანვე უბრალოდ მოვიდა. ცხადია, ამ ბიუჯეტს აქვს მისი წყაროები, რომელიც წყაროებიც ჩვენ შეგვიძლია, რომ დღეს სწორედ აი ამ წყაროების მიმოხილვაში წავიდეთ კიდევ უფრო ხრმად და აქტიურად, მათ შორის იმ ნაწილში, თუ როგორ ხდება ამ თანხების განკარგვა და საერთოდ როგორ ხდება მზადება FIFA-ს მიერ ამ ჩემპიონატისთვის, ვინაიდან ჩვენ, როდესაც გადაცემას ვამზადებდით, ნახეთ არა ერთი
სხვადასხვა ტიპის დისკუსია, სადაც FIFA-ს წარმომადგენლები საუბრობენ სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის მზადებასთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებზე და სწორედ იმ უპრეცედენტო საბიუჯეტო ნაწილზე და უპრეცედენტო საბიუჯეტო მხარდაჭერაზე, რომელიც აქ და ამ შემთხვევაში არის წარმოქმნილი სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ და ამ ორგანიზაციის ფარგლებში. მათ შორის რაღაც თქმა უნდა ძალიან ცლად არის ჩართული მედია უფლებების ნაწილი, უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული შემოსავლის ნაწილი აქვს სწორედ მედია უფლებების ჭრილიდან არის წარმოდგენილი, მაგრამ აქვე გამოკვეთილად მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ჯერ კიდევ აი დღეს დილას ბოლო ანალიტიკურ ნაწილს, რასაც ვეცნობოდით ამ მიმართულებით, არის სწორედ ის, რომ მედია უფლებების ერთი ნაწილი ჯერ კიდევ დასაკონტრაქტებელია განსაკუთრებით აზიის მიმართულებით, საუბარია ინდოეთზე, ჩინეთზე, ჩვენ ამ ნაწილსაც მიმოვიხილავთ და ინდოეთის შემთხვევაში, ოღონდ ეს არ იყო FIFA-ს წყარო და ამ შემთხვევაში მინდა რომ თავი დავიზღვიო, რომ ეს არ არის FIFA-ს ოფიციალური წყარო. ანალიტიკურ ნაწილში ჩვენ ვკითხულობდით, რომ FIFA მზად არის ბოლო პაკეტები ამ შემთხვევაში მედია უფლებების ნაწილში კიდევ უფრო დაბალ ფასად ინდოეთის მიმართულებაზე გაყიდოს, უნდა სრულად დაფაროს ეს არეალიც, ან რამოდენიმე ნაწილია, კიდევ ერთხელ მოვიღოთ, ეს არის სასპონსორო ნაწილი, მედია უფლებების ნაწილი და უამრავი სხვა ტიპის ჩართულობის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვნახავთ. რაც მთავარია, თითოეული ქვეყანა მიიღებს სოლიდურ სარგებელს და ჩვენ ამ სოლიდურ სარგებელზეც ვისაუბრებთ ამ ნაწილზე, მაგრამ როგორც წესი მასპინძელი ქვეყნები ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე საჭიროებენ გრანდიოზულ ინვესტიციას მსგავსი ტიპის ტურნირის ორგანიზებისთვის, ამავდროულად აუცილებლად ეს ორგანიზება შემდგომში არის ხოლმე სოლიდური შემოსავლის მოტანის საშუალება. ჩვენ სხვათა შორის ერთ-ერთ შემდგომ რუბრიკას, უახლოეს რუბრიკას გეგმავთ სწორედ დიდი ტურნირებიდან ქვეყნების მიერ მიღებულ სარგებელზე, გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება ამა თუ იმ ქვეყანას. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თუ მხოლოდ ამა თუ იმ ტურნირისთვის შენდება, ხშირად დარჩენილა გამოუყენებლად. ამ კუთხით საინტერესო მაგალითებია ჩვენს გარშემოც, ამ ქვეყნებში არ დავასახელებთ. შემდგომ შეიძლება საერთო ანალიტიკურ ჭრილში ვისაუბროთ. თუმცა ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დეტალურ მიმოხილვაზე და ვნახოთ საპროგნოზო შემოსავლის. უბრალოდ მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ახლა ჩვენ რა ნაწილზეც ვისაუბრებთ, პირველ სამ შემთხვევაში ეს შეეხება შემოსავლებს, უფლებების ნაწილს და სპონსორობის შემოსავლებს, ეს არის საპროგნოზო მაჩვენებელი და არასაბოლოოდ დაზუსტებული მაჩვენებელი და ეს ემყარება FIFA-ს საანგარიშო მონაცემებს, თუმცა გაკეთებულია კომერციული ორგანიზაციის მიერ. კიდევ ერთხელ ეს არის საპროგნოზო ნაწილი და რა თქმა უნდა ეს ნაწილი დაკორექტირდება, როგორც კი ამ კუთხით FIFA-ს საბოლოო ანგარიში იქნება მსოფლიო ჩემპიონატამდე, ცხადია ჩვენ ამ ნაწილს კიდევ უფრო ზუსტად და დეტალურად წარმოვიდგენთ. თუმცა მანამდე მინდა ვნახოთ სწორედ პირველი დიაგრამა, რომელიც შემოსავლების ნაწილს აჩვენებს სწორედ ამ ტურნირების ჭრილში. მოდით შევხედოთ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატები მთლიანობაში რამდენ მილიარდზეა გათვლილი და ცხადია ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა და მინდა დავაკვირდეთ ციფრს, თითქმის 11 მილიარდამდე ვსაუბრობთ. ჩვენ ოღონდ კიდევ ერთხელ ეს არის საპროგნოზო მაჩვენებელი, დიდი ვარაუდია და არის სხვადასხვა გათვლა, რომ ეს მაჩვენებელი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, 11 მილიარდამდე თანხა იქნება უფრო მეტი და მინდა გავაკეთოთ შედარება ამ შემთხვევაში ყატართან დაკავშირებით, მანამდე რუსეთთან, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, გერმანია, კორეა, იაპონია, ალბათ ფეხბურთის გულშემატკივრებს თითოეულ თქვენგანს ახსოვს, ასე ვთქვათ, მსოფლიო ჩემპიონატების ეს ნაწილი და თუ ავიღებთ ახლა ჩვენ 2002 წელს და 2026 წელს, აი შევხედოთ რამხელა სხვაობაა ფინანსურ ჭრილში, თუმცა 4 წლიან მაჩვენებელშიც კი ჩვენ თითქმის 4 მილიარდ საპროგნოზო ხაზს ვუსვავ კიდევ ერთხელ საპროგნოზო და სწორედ ამიტომ არის აღნიშნული ასე ვთქვათ შესაბამისი ნიშნით შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა საპროგნოზოა. საპროგნოზო ნაწილშიც კი ჩვენ ვსაუბრობთ 4 მილიარდიან თითქმის 4 მილიარდიან სხვაობაზე, ხოლო სულ მანამდე რაც შეეხება რუსეთის ჭრილს, კიდევ ხედავთ, რომ სხვაობა კიდევ უფრო გრანდიოზულია და ფაქტიურად აღემატება 6 მილიარდს. წლიდან წლამდე
ამ შემთხვევაში როცა წლიდან წლამდე ვსაუბრობ, ცხადია ვსაუბრობთ ამ ჩარჩოში რა ფარგლებში 4 წლეულში კოვიდის ნაწილი რომ ამოვჭრათ, ასე ვთქვათ, რა ფარგლებში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი, ხედავთ გრანდიოზულ სხვაობას. გარკვეულწილად ხა ჩვენ მაღალი რაოდენობის ძალიან მაღალ სხვაობას ზე ვსაუბრობთ ამ ნაწილში, მაგრამ აუცილებელია გავუთავისუფლოთ რომ გუნდების ამ შემთხვევაში გუნდებში გულისხმობ ეროვნული ნაკრებების განსაკუთრებული რაოდენობა წარმოდგენილი, ესეც ცხადია იწვევს ამ შემთხვევაში აი ასეთი ტიპის განსხვავებას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ ფეხბურთისადმი ინტერესი ფინანსურ ჭრილში სულ უფრო და უფრო დინამიურია. ალბათ ყველაზე უფრო მეტად დინამიური, ვიდრე ეს შეიძლება იყოს რაიმე სპორტის ჭრილში. აუცილებლად მინდა აღვნიშნო და შემდეგი დიაგრამა თუ შეიძლება მაუწყებლობის უფლებებთან დაკავშირებული საკითხი, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვახსენებთ ხოლმე ამ ნაწილს როგორც განსაკუთრებით საინტერესოს, ვინაიდან ყოველთვის საინტერესოა სატელევიზიო ნაწილი, ნუ მაუწყებლობის სხვადასხვა ჭრილში, მაგრამ განსაკუთრებით მოგეხსენებათ რომ სატელევიზიო ნაწილი გამორჩეულია. სატელევიზიო ნაწილი, ვინაიდან შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ ფეხბურთზე და არ ვისაუბროთ მის ასე ვთქვათ გაშუქების ხარისხზე, აი დავაკვირდეთ აი აქაც დინამიკას ამ შემთხვევაში შემოსავლების ნაწილი კვლავ მილიარდებში დაფიქსირებული და ხედავთ განსხვავებას კვლავ აი ამ წინა მსოფლიო ჩემპიონატებთან განსხვავებით რამდენად მეტია თუნდაც აქ საუბარია მინიმუმ დაახლოებით მილიარდის ფარგლებს 900 მილიონიან სხვაობაზე, მაგრამ კვლავ საპროგნოზო ნაწილი აუცილებლად, ვინაიდან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სატელევიზიო უფლებების ნაწილზე, აი დასაწყისში რაც აღვნიშნე, რომ ჯერ კიდევ არის საუბარი, რომ რამოდენიმე ლიცენზია ჯერ კიდევ დასაკავებელია აზიის მიმართულებით, მათ შორის ჩინეთის ნაწილში, მე ინდოეთს გავუსვი ხაზი, მაგრამ ჩინეთის ნაწილშიც ცხადია ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. სხვათა შორის ჩვენ ინფორმაციაშიც ნახავთ ოდნავ მოგვიანებით, რამდენი ადამიანის პოტენციური ყურებადობა არის მოსალოდნელი და კვლავ მინდა შევადარო თქვა 2006 წელს თქვა თუ შევხედავთ ამ ნაწილს, მაგალითად 3 მილიარდზე ვსაუბრობთ კიდევ ერთხელ საპროგნოზო ნაწილზე სხვაობის ჭრილში. დამეთანხმებით რომ საკმაოდ ცეთი სოლიდური მაჩვენებლებია და მესამე დიაგრამა, სადაც ჩვენ ნახავთ საპროგნოზო ნაწილს ამ შემთხვევაში სპონსორების მიმართულებით და ვხედავთ აი ამ კუთხითაც სპონსორობის სურვილი 2.8 მილიარდი, ან მილიარდით არის გაზრდილი და კიდევ ერთხელ საპროგნოზო და არა ამოწურული საპროგნოზო ნაწილი მილიარდით არის გაზრდილი ეს რაოდენობა. აქაც მოგეხსენებათ რომ ამ ჭრილში განსაკუთრებით ესეთი სოლიდურია სხვაობა დაინტერესება კვლავ და თუ შევხედავთ კვლავ 2006 წლის მაჩვენებლებს მილიარდამდეც არ იყო ეს ნაწილი, რაზეც ახლა საკმაოდ საკმაოდ სოლიდურ ჭრილზე ვსაუბრობთ. მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ფულადი სახსრების შემოდინებაზე, ცხადია ყოველთვის ისმის კითხვა თუ აღნიშნული ფულადი სახსრები რა მიმართულებით იქნება გადანაწილებული და შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ ნახავთ უკვე FIFA-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სწორედ ყველაზე დიდი ნაწილი სამშობლოში 655 მილიონი დოლარის გადანაწილებასთან დაკავშირებით, სხვა შორის FIFA აღნიშნავს, რომ ეს არის 50%-იანი ზრდა გასულ მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით და ნახოთ ვითარება, ჩემპიონი მიიღებს 50 მილიონ დოლარს, რაც მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ სოლიდური ნაწილია. ფინალისტი ანუ მეორე ადგილის მფლობელი სხვაგვარად რო ვთქვათ 33 მილიონს, 29 და 27 მილიონი ამ შემთხვევაში მესამე მეოთხე ადგილისთვის, შესაბამისად 19, 15, 11 მილიონი და ნუ 9 მილიონი. 9 მილიონი არის ასეთი ყველაზე ქვედა ნაწილი, შეიძლება ასე ითქვას, ანუ ხედავთ შემოსავლების მასშტაბებს, რომელსაც თითოეული ქვეყნის ეროვნული ნაკრები წაიღებს ამ ჭრილიდან და კიდევ ერთხელ მართლაც სარეკორდოა 50 მილიონიანი მაჩვენებელი ჩემპიონის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მე არ მგონია რომ ჩემპიონობის სიხარულს რამე შეედრებოდეს, მსოფლიო ჩემპიონობის სიხარულს რამე შეედრებოდეს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ უხვ შემოსავლებზე, როგორც ამ შემთხვევაში FIFA-მ გვაჩვენა და როგორც ანალიტიკა ჩვენებს კიდევ ერთხელ 11 მილიარდამდე მაინც არის ამ დროისთვის და ჯერ კიდევ დროა დარჩენილი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, როცა ვსაუბრობთ ასეთ ტიპის შემოსავლებზე, ცხადია აქ ამ შემთხვევაში 50 მილიონიანი ასე ვთქვათ ჯილდო ჩემპიონისთვის ალბათ არავის არ უნდა გაუკვირდეს. მაგრამ
და სწორედ აი ეს ნაწილია და სწორედ ასეთ ტიპის ტურნირებია, სადაც ფინანსებს მართლაც დამატებითი мотиваცია აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ასევე საჭიროა, მაგრამ ყოველთვის რასაც ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს რუბრიკაში და შემოგვაქვს სადისკუსიოთ მათ შორის რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ ფინანსები, მაგრამ არც ფინანსების გარეშეა, თუმცა ფინანსები ყველაფერს არ წყვეტს ამ ნაწილში. და აქ აუცილებლად მინდა ვნახოთ ამ შემთხვევაში კიდევ ერთი დიაგრამა, რომელიც ასევე ჩვენთვის ძალიან რელევანტურ საერთოდ და მთელი მსოფლიოსთვის რელევანტურ ანალიტიკურ ნაწილს ტრანსფერ მარკეტის ინფორმაციას ეყრდნობა. ამ შემთხვევაში საუბარია მონაწილე ეროვნულ ნაკრებებზე 48 მონაწილე ეროვნული ნაკრებია წარმოდგენილი, კვლავ იამალი გვხდება როგორც ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, როგორც ჩემპიონთა ლიგის შემთხვევაში იყო 200 მილიონის ევროს ფარგლებში და რაც შეეხება ამ შემთხვევაში საერთო ღირებულებას 48 ნაკრების ასე რომ შევხედოთ ლაპარაკია 16 მილიარდზე მეტი, 16 მილიარდ 200 მილიონზე მეტი, 220 მილიონზე მეტი, ანუ ასევე ვხედავთ სარეკორდო მაჩვენებლებს სატრანსფერო ღირებულების იმ ფეხბურთელების, რომლებიც არიან წარმოდგენილები იმ ეროვნულ ნაკრებებში, იმ 48 ეროვნულ ნაკრებში არის გადანაწილებული, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მართლაც განსაკუთრებულად ველით და ასევე უნდა დავიწყოს, რომ ბევრი ისეთი ქვეყანა ვერ მოხვდა, მათ შორის საქართველო, რომელსაც საკმაოდ ძვირადღირებული ნაკრები ყავს, საკმაოდ ძვირადღირებული ფეხბურთელებით, მხოლოდ ხუჩა კვარაცხელია ცხადია აქ გამორჩეულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჟორჟის მიკაუტაძის ფასი, ისე როგორც მამარდაშვილის ფასი, რა თქმა უნდა, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია და ეხლა ვნახოთ, ასე ვთქვათ, ათეული შემდგომი დიაგრამა, სადაც ჩვენ შევხედავთ უკვე ყველაზე უფრო ძვირადღირებულ ნაკრებებს ამ კუთხით, რომლებიც არიან წარმოდგენილები, ლიდერობს ინგლისი, შემდგომ მოყვება საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბრაზილია, გერმანია, ნიდერლანდები, არგენტინა, ბელგია და ნორვეგია. ხედავთ ასევე სატრანსფერო ღირებულებების ნაწილს, რომელიც ამ შემთხვევაში არის წარმოდგენილი, ევროში დაფიქსირებული, ხედავთ მილიარდზე მოვსაუბროთ ინგლისზე, საფრანგეთზე, ესპანეთზე, მილიარდს ქვემოთ საუბრობთ ამ შემთხვევაში სხვა დანარჩენ ნაკრებებზე, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არიან საკმაოდ მოკრძალებული ღირებულების მქონე ნაკრებები წარმოდგენილები, მათ შორის ისეთების, რომელთა ღირებულებაც საქართველოს ნაკრებზე მაგალითის ვამბობ, სამჯერ 4ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ დაბალი მაჩვენებელია და აღარაფერს ვამბობ თქვათ მათ შედარებას თუნდაც იტალიის ნაკრებთან, რომელიც ალბათ ძალიან ბევრი გულშემატკივრისთვის სამწუხაროდ ვერ მოხვდა ასევე სოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ასევე საკმაოდ მაღალი სატრანსფერო ღირებულება აქვს. აქაც კვლავ გვინდა იმ ნაწილს გავაგრძელოთ და ის ხაზი გავაგრძელოთ, რომ ბუნებრივია ყველაფერს ამ შემთხვევაში ფინანსები ვერ წყვეტს და ფინანსები ვერ გადაწყვეტს. ახლა როდესაც ჩვენ ამ ნაწილს მიმოვიხილავთ და ამ ნაწილზე ვსაუბრობთ, ცხადია მნიშვნელოვანია ასევე რომ გავაკეთოთ გარკვეული ტიპის მიმოხილვა, რომელიც შეეხება სწორედ UEFA-ს იმ ნაწილს და იმ ჭრილს, სადაც საუბარია სწორედ ფინანსურ კეთილდღეობას და ფინანსურ კონტრიბუციაზე, ფინანსურ შემოსავლებზე ამ კუთხით. ცხადია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ FIFA-ს შემთხვევაზე, FIFA-ს შემთხვევა განსაკუთრებულია, ვინაიდან FIFA-ს პარტნიორობის გუნდი, მთელი თიმი შეიძლება ასე ითქვას, განსაკუთრებულ როლს ასრულებს მსოფლიო თასის კომერციული წარმატების უზრუნველსაყოფად. საბოლოო ჯამში სწორედ მილიარდობით დოლარის მოზიდვა არის სწორედ FIFA-ს პარტნიორობის გუნდის დამსახურება და ჯამში FIFA ღიად დეკლარირებს, რომ პარტნიორობის გუნდი მათ სჭირდებათ იმისათვის, რათა აღნიშნული მოზიდული თანხები შემდგომ კვლავ ფეხბურთის განვითარებაში დააბანდონ და აქ საუბარია რამოდენიმე მიმართულებებით თანხების მოზიდვაზე, ცხადია ეს არის სწორედ ლიცენზიები მაუწყებლობიდან, რომელიც არის განსაკუთრებული პარტნიორობისათვის სხვადასხვა ტიპის ფულების მინიჭება, მათ შორის სტუმართმასპინძლობის ნაწილი, ბილეთების ნაწილი და სხვადასხვა ტიპის პარტნიორობის ხელშეკრულებები რეალურად FIFA ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის ქვეყნებთან თანამშრომლობა, გულშემატკივრობის ორგანიზებული სხვადასხვა ტიპის ფესტივალები, რომელიც დამატებითი შემოსავლების წყაროა და რა თქმა უნდა FIFA-ს გუნდი ჯამში ფოკუსირებულია ინოვაციებსა და თანამშრომლობაზე, რათა მაქსიმალურად მეტი სარგებელი მოუტანონ FIFA-ს და ჯამში გულშემატკივრებს ასევე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ციფრული ტექნოლოგია განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მე ვახსენე სხვა ფორუმებზე მონაწილე
მონაწილეობა და მათ შორის FIFA-ს ბიზნეს მიმართულების, ბიზნეს ოფიცერი ან გნებავთ ბიზნესის მიმართულების დირექტორი რომი გაიდანეთ ცნობილი პიროვნება ფეხბურთში, ფეხბურთის ბიზნესის კონფერენციაზე აცხადებს, რომ 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო თასი ყველა გლობალური სპონსორობის ნაწილში არის პრაქტიკულად შევსებული ტურნირის კომერციული პროგრამა ყველა რეკორდს ამყარებს და მხოლოდ 2 რეგიონული სპონსორობის პაკეტი რჩება, როგორც გაიაღნიშნავს ფაქტურად ბურთის დარტყმამდეც კი ყველა ტიპის სპონსორობა, პირველი ბურთის გაგორებამდეც კი ყველა სპონსორობის ნაწილი ამ შემთხვევაში ფაქტიურად არის შევსებული. აქ ამ შემთხვევაში საუბარია ძირითადად სწორედ რომ FIFA-ს პარტნიორი ორგანიზაციების უმაღლეს დონეზე ჩართულობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ჯორჯიის შტატში იყო სწორედ ფეხბურთის ბიზნესის კონფერენცია და ამ კუთხით იყო საკმაოდ საინტერესო დისკუსია განხილული. შეიძლება ითქვას, როგორც გაიაღნიშნავს, რომ ეს არის FIFA-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული კომერციული პროგრამა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ იმპულსის შექმნას, ჩვენ დავინახეთ უპრეცედენტო ინტერესი მთელი მსოფლიოს ბრენდებიდან და მხოლოდ ეს ორ შესაძლებლობაზე დარჩა, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც გაიაღნიშნავს. ამ შემთხვევაში რეალურად საუბარია, რომ ამ ყველაფრის წარმატების საფუძველი არის 2023 წელს დანერგილი ახალი კომერციული პარტნიორობის მოდელი, რომელიც ქმნის უფრო მეტ აქტივობას, უფრო მეტ მოქნილობას, უფრო მეტ ინოვაციას და პერსონალიზაციას. კომერციული პროგრამა აერთიანებს ყველა მიმართულების პარტნიორობას, რომელშიც შედიან გლობალური ბრენდები. მოგეხსენებათ, რომ 2026 წლის და ჩვენ უკვე აგვისტოს FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი მოიცავს 48 გუნდს, 104 მატჩს კანადის, მექსიკის, ამერიკის შეერთებული შტატების 16 მასპინძელ ქალაქში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით გულშემატკივარს გაერთიანებს და მე დაგვირდი ციფრს ვიტყოდი და FIFA-ს გათვლებითვე მატჩებს ჯამში უყურებს და ბოლოდინია 6 მილიონზე მეტი მაყურებლის დასწრება და დამატებით მილიარდობით ასე ვთქვათ მაყურებლის ჩართულობა არის ამ შემთხვევაში გარანტირებული. ამ კუთხით თითოეული შემოსავლის მიმართულებით მოხდება რეინვესტირება, როგორც აღნიშნულია, რომ ვინაიდან ამ კუთხით რეინვესტირება კვლავ ფეხბურთის განვითარებას ეხმარება. 6 მილიონი ადამიანის დასწრება და 6 ზუსტად რო ვთქვათ 6 მილიონი მაყურებლის დასწრება და 6 მილიარდი ადამიანი სატელევიზიო ჩართულობა. ანუ 2/6-იანი გვაქვს ამ ნაწილში დასწრების და 6 მილიარდი შემთხვევაში სატელევიზიო ჩართულობის ნაწილში, რაც მართლაც უპრეცედენტოა და ცხადია, რომ კომერციული კუთხით ეს ყველას დაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ აი როგორც უკვე აღმოჩნდა ფაქტიურად ყველა მიმართულებით და როგორც გაიაღნიშნავს, რომ ჩვენ მოვაწერეთ მედია პარტნიორობის ყველაზე ძლიერ ჯგუფებთან მთელს აზიაში, კვლავ არის გარკვეულად ხელმისაწვდომი პარტნიორობა ჩინეთის, ინდოეთის, მალაიზიის და ტაილანდის ბაზრებზე. ნუ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავი ნაწილია, შთამბეჭდავი ციფრებია ამ კუთხით და დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოო მაჩვენებლები კიდევ ერთხელ დაზუსტდება ამ ნაწილში. თუმცა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში Coca-Cola-ს ნაწილზე პარტნიორობაზე, ცხადია ასევე და მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორობაზე, ასევე და Coca-Cola-ს ყველა კუთხით ჩართულობაზე და ბოლო დიაგრამა მინდა ვაჩვენოთ. ამ შემთხვევაში პარტნიორობის ნაწილში აი FIFA-ს შემთხვევაში არის ძალიან ღიად გამოტანილი ყველა პარტნიორი და რა თქმა უნდა Coca-Cola არის წარმოდგენილი. თავისთავად ცხადია, ჩვენი პარტნიორი Coca-Cola არის წარმოდგენილი FIFA-ს ნაწილში, ფეხბურთი არ ვიცი Coca-Cola-ის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ შთამბეჭდავი ციფრები, ალბათ იმ 6 მილიარდი მაყურებლიდან ერთ-ერთი მეც ვარ, რომელიც ამ შემთხვევაში სატელევიზიო ნაწილიდან მიადევნებს თვალყურს ამ ნაწილს, ხოლო იმ 6 მილიონიდან, რომელიც იქნება წარმოდგენილი ჩემპიონატებზე, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილს ციფრებში, რა თქმა უნდა, ჩვენს რუბრიკაში კიდევ უფრო დეტალურად გავშვეთ, კიდევ ერთხელ FIFA-ს საბოლოო მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ესევე როგორც ცალკეულ ნაკრებებს კიდევ უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ თამაშს გარეთ, ყოველთვის მოგაგტვით ყველაზე აქტუალური ინფორმაციას, თუ მართლაც რა მოხდება თამაშს მიღმა, თამაშს გარეთ. დღეს კი ჩვენი რუბრიკა თამაშს გარეთ ამით დასრულებულია. მე ამ ნაწილში შემდგომ რუბრიკამდე გევშვიდობებით. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის